თავარი რამე, რომ გამარჯვების ფორმულის ამუშავება და შეთანხმება გამარჯვების ფორმულაზე არის აუცილებელი ქვეყნისთვის, ქვეყნის გადარჩენისთვის და ნაციონალური მაჯლაჯუნებისგან გათავისუფლებისთვის, ამაში ვართ ერთიანები. თუმცა არსებობს განსხვავებული ხედვები, რა არის ამ გამარჯვების ფორმულის შემადგენელი ნაწილები. Ყველა საკითხი მოსინჯეთ, ძალიან ბევრ საკითხზე იყო ლაპარაკი და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ საკითხში აზრთა შეჯერება ერთ აზრზე მისვლა არის შესაძლებელი. მეტი დეტალებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, იქით კვირაში გაგრძელდება მოლაპარაკებები და ყოველ შემთხვევაში შანსი იმისი, რომ იყოს დადებითი შედეგი და გამარჯვების ფორმულაზე შევთანხმდეთ, ყველანი ერთად დღევანდელი ორი შეხვედრიდან მე ამისი განცდები ნამდვილად დამჭრა. არანაირი კრიტიკა აქ არ არის, აქ ვლაპარაკობთ არა წარსულზე, არამედ მომავალზე. ვლაპარაკობთ როგორ გავიმარჯვოთ თბილისში, როგორ გავიმარჯვოთ მთელ საქართველოში, იმიტომ რომ ეს არის არა უბრალო გამარჯვება, არამედ ნაციონალური მოძრაობის დემონტაჟის დასაწყისი და ამაში უნდა მივაღწიოთ შეთანხმებებს ურთიერთდათმობების გზით. აი ეს ამაში ვარ აბსოლუტურად ერთიანები და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ საკითხში, რაშიც თქვა განსხვავებული ხედვები, მოინახება რაღაც გადაკვეთის წერტილი. კონკრეტულ პირებზე არ ვლაპარაკობთ გამარჯვების ფორმულაზე და მის შემადგენელ ნაწილს. მე თუ მკითხავს, კაცი, გამარჯვების ფორმულა, ურთიერთთავდაუსხმელობა, გამარჯვების ფორმულა, საარჩევნო გარემოსთვის ერთობლივი ბრძოლა, გამარჯვების ფორმულა, ერთ კანდიდატზე ჩამოყალიბება, გამარჯვების ფორმულა, მაჟორიტარებზე ჩამოყალიბება, გამარჯვების ფორმულა, ძალიან ბევრი კონსულტაციების გავლა იმ პარტიებთან, ვინც არ მიდის არჩევნებზე და იმათთან ერთად ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. აი ეს არის ბევრი საკითხისგან შედგება გამარჯვების ფორმულა და კონკრეტიკაზე ჯერ არ დავალთ, რომ დამთავრდება გამარჯვების ფორმულა, მერე იქნება კონკრეტიკა. ეროვნული საბჭო ყოველთვის იყო და რჩება ერთიანობის მომხრედ. ჩვენთვის გამარჯვების ფორმულა ერთიანობაშია. ჩვენი ხედვა გავაცანით ჩვენს კოლეგას ბატონ სოზარ სუბარს, მანაც თავის ხედვები გაგვაცნო. ეხლა კონკრეტული წინადადებები და ხედვები უნდა გაეცნოს ალიანსის სხვა სუბიექტებს, ამისთვის წაბრძანდა ბატონი სოზარ სუბარი და თუ მათი თანხმობაც იქნება, შემდეგი შეხვედრა შედგება შემდეგ კვირაში. ბუნებრივია ამ ხედვების თაობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან საჭიროა ხედვები ჯერ შეთანხმდეთ ჩვენს კოლეგებთან, ეს პროცესი დასრულდეს და შემდეგ შეჯერებული პოზიციები წარმოდგეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით. ჩვენ ვფიქრობთ, ეროვნული საბჭოს პოზიცია აქ ბატონმა კობამ გაგაცნოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელი არის ერთიანობა და დაკონკრეტებულად ერთიანი კანდიდატები, როგორც თბილისის მერის პოსტზე, ისე საკრებულოს წევრების პოსტებზე. ჩვენ ეს პოზიცია გვქონდა ადრე, ეხლაც ჩვენი ხედვა კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს ერთიანი კანდიდატების შერჩევა ცნობილი არის საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ ბატონ სოზარს გავაცანით. ბატონი სოზარის ხედვაც მოვისმინეთ ამ საკითხზე, ახლა შეხვედრის შედეგებს ბატონი სოზარი გააცნობს ალიანსის სხვა სუბიექტებს და თუ იქნება მათი თანხმობაც, ეს დიალოგი გაგრძელდება. გესმით ახლა თქვენს ყველას, რომ იმდენად რთული არის საკითხები, რომ ახლა ერთ შეხვედრაზე შეუძლებელია ამ საკითხების გადაწყვეტა. მთავარი არის, რომ ამ მაგიდის მონაწილეებს შორის არსებობს სურვილი იმისა, რომ ეს შეხვედრა გაგრძელდეს და თუ ალიანსის სუბიექტებს ახლა ბატონი სოზარი გააცნობს და იმედი მაქვს, რომ იქაც წინამდებობა არ იქნება, მომავალ კვირას უკვე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გაგრძელდება. ყველანაირი გონივრული დათმობა არის ჩვენთვის მისაღები, მთავარი არის ეს იყოს მიმართული საერთო შედეგის და მიზნის მისაღწევად. იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიცვალოს საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი და როგორ დაებრუნოს საქართველოს გაერთიანების და განვითარების შანსი. ჩვენ წარუდგენთ ჩვენი შეხედულებები, ჩვენი გამარჯვების ფორმულას, სუბარმა წარმოგიდგინა თავის შეხედულებები, მომავალ კვირაში კონსულტაციები გაგრძელდება, თეორიულად შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს. დღეს პერსონებზე არ გვისაუბრია. დღეს ვისაუბრებთ თუ როგორი უნდა იყოს წესი, როგორ უნდა შეერჩეს ერთიანი კანდიდატები, როგორ უნდა მიმოქმედოთ იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი დავასრულოთ და საქართველოს გაერთიანების და განვითარების შანსი დაუბრუნოთ. ეროვნული საბჭოს გარეშე გამარჯვების ფორმულა არ არსებობს. და მე ვფიქრობ, რომ ეს კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ რეჟიმი შეიცვალოს და საქართველოს ჩვენმა სამშობლომ გაერთიანების და განვითარების შანსი დაიბრუნოს და რა თქვა ცალკეულმა ჩვენთანგანმა რომელიმე დაიგმაყოფილოს თავისი პოლიტიკური ამბიცია.